$1 შინ სონიკიდან $1,000,000 შინ სონიკამდე. სონიკმა და მისმა მეგობრებმა მთელი მსოფლიოს ფული მოიპარეს და ვერ ერავინ შეძლებს მათ შეშერებას. და ჩვენ მოგვიწევს გავხდეთ მილიონერები, რათა განვავითაროთ ჩვენი მდიდარი შინ სონიკის ფორმა ყველაზე ძლიერამდე. შევძლებთ თუ არა მსოფლიოს გაღარიბებისგან გადარჩენას? წავედით! გთხოვ თუინმე, ერთი მონეტა ძალიან ღარიბი ვარ. რა უჭირს ვინმეს რომ გაჩერდეს და ამ ღარიბ შინ სონიკს, რომელსაც არაფერი აქვს, ერთი მონეტა მისცეს. გარდა ამისა, ჩემი მეგობრები, შინ სონიკები პულის საძებნელად წავიდნენ, მაგრამ ჯერ კიდევ არ დაბრუნებულან. შინ ტეილზი, შინ ნაკლზი, შინ ეიმი, შინ შადოუ და კიდევ ახალი შინ ლეონი. ჯანდაბა, არ ვიცი სად შეიძლება იყვნენ და აქ პული საერთოდ არ არის. მეც მომიწევს გასვლა საძებნელად. კარგი, მივდივარ. თითქოს ენერგია აღარ მაქვს, რადგან ძალიან გავხტარი ვარ და ძალიან ღარიბი. მაგრამ იქნებ გამიმართლოს და პული ვიპოვო, მაგალითად, მოიცა ერთი წუთით. ეს რა ჯანდაბაა, ოქროს მთა? ნუ თუ რომელიმე ზოდის მაინც აღება შემიძლია. ეს მე და ჩემს მეგობრებს სიღარიბიდან დაგვიხსმიდა და მგონი უკვე ვიცი სად არიან ისინი და ეს ყველაფერი იმ ოქროსფერი უჩხულის ბრალია. შენ წყეულო უჩხულო, გაათავისუფლე ჩემი მეგობრები, რას გავუკეთეთ მათ? ბოლოს და ბოლოს გამოჩნდა ვირთხა შინ სონიკი. უკვე დავიღალეთ შენი ლოდინი, ცულელო. როგორც ხედავ, მე და ჩემმა მეგობრებმა მთელი მსოფლიოს ოქრო წამოვიღეთ და თქვენ სულელურ რასას გავანადგურებთ. რა? არა, რატომ გააკეთებდით ამას? ჩვენ ღარიბები ვართ, ჩვენ არაფერი გვაქვს თქვენთვის შესათავაზებელი. მაგრამ რატომ ფიქრობ, რომ ღარიბები ხართ? ჩვენ ვირებდით ყველა იმ ფულს, რაც თქვენამდე უნდა მოსულიყო. ამის წყალობით ეხლა მე ოქროს გიგანტური სონიკი ვარ, რომელსაც მთელი მსოფლიოს ფული თავისთვის აქვს. აქ ისწავლე, რომ ამ ოქროს ვერასდროს წაიღებს, სულელო, ეს ჩვენი საკუთრებაა. შენი მეგობრების ჩვენები არიან და ისინი მოგდებიან. ეხლა. ახალი ხელქვეითი, შინეგმენი, მიხედე ამ სულელს. კი, მე მივხედავ მას, რომ თქვენმა გუნდმა მიმიღოს. როგორ? შინეგმენი, ჩვენ დაგამარცხეთ, შენ შინად გადაგაქცევინეთ, რომ ხალხისთვის აღარ შეგეწუხებინა და და ეხლა სონიკმა სიცოცხლე დამინდო და ფული მონცა. ეხლა უფრო ძლიერი ვარ და შეგჭამ რომ ყველა მოგდეს. ასე მომწონს. კარგი ბიჭებო, სონიკის გუნდი, კარგად შეინახეთ ფული რას მოგეცით და შინ სონიკის სულელ მეგობრებიც. ნახვამდის. ნახვამდის ბატონო, მე ვიზრუნებ იმაზე, რომ ეს ფული სწორად გამოვიყენო შინ სონიკის გასანადგურებლად. არა, ჩემი მეგობრები, დოქტორ ეგმან, ნახავ რა შევძლებ, როცა გავბრაზდები. ამიტომაც აგებ პასუხს ჩემი მეგობრების გატაცებისთვის. მიიღე ეს და ეს. ხო. შეიძლება ღარიბი ვარ, მაგრამ ყველაფერს გავიღებ ჩემი მეგობრებისთვის ბოლო წუთამდე. შვიდობით, სულელო დოქტორ ეგმან, ნაგავში წადი, რაც გეკუთვნის. უკვე ძალა გამომელია, ჯანდაბა. უნდა გამოვიყენო ეს ფული, რომ ჩემი ფორმა გავაუმჯობესო. შეიძლება თუ ცოტა უფრო მდიდარი გავხდები, შევძლებ დანარჩენი მონსტრების დამარცხებას და ასე გადავარჩენ ჩემს მეგობრებს. ასე რომ წინ, დროა ამ ფულის შთანთქმა და ჩემი ფორმის გაუმჯობესების დაწყება. ეხლა მე ვარ უფრო ძლიერი და უფრო მდიდარი შინ სონიკი, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი ფული არ მაქვს. ამ ზოდების ბევრი ყალბი იყო, მაგრამ მაინც ცოტა ოქრო შევიწოვე და ეხლა უფრო ძლიერი ვარ. და მაქვს ფორმა, რომელიც მინიმუმ $10 ღირს. ამიტომ მგონია, რომ ეხლა უკვე შემიძლია ჩემი მეგობრების გადასარჩენად წასვლა. დამელოდეთ, მოვდივარ. ჯერ შინ ეიმის გადასარჩენად მივდივარ, რადგან ეიმი ყველაზე სუსტია. ამ ფორმით, რომელიც მინიმუმ $10 ღირს, ძალიან სწრაფი გავხდი. და ერთი ნახტომიდან მეორემდე მგონია, რომ ვიპოვე, სადაც ეიმი ინახავს ჩემს მეგობარ შინ ეიმის და იმ ფულს, რაც მჭირდება. მოდით ერთი ნახტომი აქ, მეორე იქ და აი აქ ვარ. ეს რაღაც მეგობრების ტყეს გავს. აქაური ოქრო ყალბია, ნამდვილი უნდა ვიპოვო. მაგრამ ეს საერთოდ არ მომწონს, დარწმუნებული ვარ, სადღაც ხაფანგია. ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყო. იმიტომ რომ ეს სიმშვიდე საერთოდ არ მომწონს. ყველა ჩემს უნარს მოვამზადებ თუ საჭირო გახდება. ვიცოდი. ეიმის აქ რობოტები ყავს დამალული, რომ ბინძური საქმე გააკეთებინოს. აი კიდევ ერთი, მიიღე ეს. კარგი. თუ შევძლებ რომ წყალთან კონტაქტში შევიყვანო, ისინი გაითიშებიან და მე ოქროს შანსი მექნება. იქ კიდევ ერთი მესურის, მიიღე ეს. ეხლა როცა უფრო ძვირი ვღირი, რამდენიმე ახალი ხრიკი მაქვს. დიახ, უფრო მოქნილი ვარ, უფრო სწრაფი და რაც მთავარია, უფრო ძლიერი. გამეცა ლეგზიდან, სულელო რობოტო. დიახ. შენ გეგონა რომ ვერ ხედავდი იქ დამალულს, ხომ ასეა?
ეს მეკობრეების კუნძული ძალიან ადვილი დასაპყრობი იქნება შინსონისთვის. დიახ, ზოგიერთი მათგანი უკვე დგება, უფრო ნათელი და მოკლე უნდა ვიყო. ხო, მოდი აქ, დიახ. შენ სადე ისმორები? კარგი, როგორც ჩანს, იქ კიდევ ერთი დაჩა, რომელსაც მარტივად მოვიშორებ. ასე რომ აღარ შემაწუხოთ, სულელო რობოტებო. არ ვიცოდი, რომ $10 ფორმას ასეთი რამ შეეძლო. შენ ნესროლე, სულელო, გამეცალე გზიდან. დიახ. წამო, უკვე მივდივარ მეკობრეების კუნძულის ბოლოსკენ, ბევრი აღარ უნდა იყოს დარჩენილი. როგორც ჩანს, აქ აღარ არიან რობოტები. ეს რა ჯანდაბაა? არაფერს ვხედავ, არც ოქროს, არც შინეიმის, მხოლოდ შენ გხედავ წყეულო, მითხარი, სად არიან ისინი, სანამ დაგამთავრებ? იქ არიან წუხვარ, მაგრამ შენი იმის მეკობრეების კუნძულზე მოხვდი. შენი საყვარელი მეგობარი შინემი უკვე გემზეა და მზადაა უსასრულობისკენ და კიდე უფრო შორს გასცუროს. და ოქრო დავმალე, როგორც ნამდვილი მეკობრე. ასე რომ მე რა დროს იპოვ იმასთან. ჩუმად იყავი, ნერვებს მიშლი. კარგი, ეიმი დავამარცხე. ეხლა ჩემი მეგობარი უნდა გავათავისუფლო და განძი ვიპოვო, მაგრამ ეს ძალიან რთულია. ამბობს, რომ როგორც ნამდვილი მეკობრე სადღაც დამალა. და მგონი ვიცი, რას ნიშნავს ეს. შინეიმი, მოიცადე, გაგათავისუფლებ. გმადლობ, შინსონიკ. ის რომ ნამდვილი მეკობრესავით დამალა, ალბათ ნიშნავს, რომ განძი ზღვის ფსკერზეა რომელიღაცა უთში. რა თქმა უნდა, ზუსტად ამას ვფიქრობდი, მაგრამ ზღვის ფსკერზე ვერ დატოვებდა, რადგან დაკარგავდა. ასე რომ დარწმუნებული ვარ, აქ არის. დიახ. ბინგო, რამდენიმე ზოდი ყალბია, მაგრამ დანარჩენები ნამდვილია, როგორც ჩანს, სულ $100. და ეს საკმარისზე მეტია ჩემი ფორმის გასაუმჯობესებლად. უკვე მივდივარ. ეხლა სწრაფად იმოქმედე, გაქვს მხოლოდ 20 წამი რომ დაალაიქო, გამოიწერო არხი და ჩართო ზარი, რათა გაუმჯობესო შინსონიკ რიკოს ფორმა. გარდა ამისა, თუ კომენტარებში დაწერ სიტყვას შინსონიკი, შეძლებ იმდენივე ფული კონდეს, რამდენიც მას. ასე რომ მე შენს ადგილას ვიჩქარებდი, დრო გვეწურება. არა. ვოუ, ეხლა კი ეს მართლაც საოცარია, მაქვს შინსონიკის $100 ფორმა. ნელ-ნელა უფრო მდიდარი ვხდები. ეხლა უნდა ჩახვიდე და გადააჩინო შინ ტეილსი. მე ვიცი სად არის და შენი ახალი ფორმით აუცილებლად დაამაცა ტეილს. მადლობ მეგობარო შინემი. ამ ინფორმაციით პირდაპირ მივდივარ, რომ დავასრულო ეს ყველაფერი. დიახ. საბოლოოდ როგორც იქნა გიპოვე ტეილს, ახვევე მონცემ იმპულს და ჩემს მეგობარს. ნადა შენ თუ დაიჯერებ სულელო. ძალიან დაგიმართლა რომ შანს გაძლევ. თუ შეძლებ ჩემს დამარცხებას გრინილის ამ ტრასაზე, მოგცემ შენს მეგობარს და მთელ ფულს. მე სამართლიანი ადამიანი ვარ. მაგრამ მობიტელს ისეთი ტრანსპორტის გამოტანება, რომელიც შენს ღირებულებას შეესაბამებება. კარგი, ეხლა სიმართლე რო თქვა, ჩემი ღირებულება $100. მგონია რომ ეს საკმარისია კარგი მანქანისთვის და. დიახ. რა თქმა უნდა, დიახ. აი შენი $100 მანქანა. სადე დამამარცხე ამით. მე კი ამასობაში ჩემს $1000 მოტოციკლეთს გამოვიყენებ. ჯანდაბა, ეს კარგად არ გამოიყურება, მაგრამ არა უშავს, მზად ვარ. დავამთავროთ ეს. ძალიან კარგი, მაშინ წავედით, ჩავჯდეთ მანქანაში. დარბოლო იწყება. 3, 2, 1, წავედით! დიახ! რას ფიქრობ ამაზე, სულელო? შენ ვერასდროს მომიგებ რბოლაში, სწორედ ამიტომ ვაკეთებ ამას. ჩემი მოტოციკლი 1000-იან დონეზეა და დაუმარცხებელია. ეს ძალიან მარტივი იქნება. ჩემთვის. არა, მან ლიდერობა აიღო. არ ინერვიულო შინ ტეილს. მიუხედავად იმისა, რომ ეს მანქანა მხოლოდ $100 ღირს, მაინც ვაპირებ გაზის მიცემას და მოგებას. წავედით. ამ ტრასაზე შემიძლია მოვიგო. შემიძლია აქედან და აქედან გავიარო, თუმცა რეალურად ის ჩემზე სწრაფია. ასე რომ მგონი მალსახმოვებზე არაფერი უთქვამს. გამარჯობა ტეილს, ეხლა მე ვარ წინ, ნახე თუ შეძლებ დამეციო. დიახ, ეს ძალიან სახალისოა. და აი მოდის. კარგი. შეიძლება ისევ შევძლო მალსახმოვების გამოყენება, მაგრამ ეს ფარულად უნდა გავაკეთო, რომ ტეილზმა არ დამაკოპიროს. თუმცა თუ ამ ტემს შევინარჩუნებ, ვეღარ დამეწევა და მე მოვიგებ რბოლას. მოდი ტეილს, ნახე თუ ამას შეძლებ. დიახ. მანქანით ორ ბორბალზეს დავდივარ, გაგაოცა ხომ ასეა? ეხლა ამ ხრიდან მოდივარ, რომ სიჩქარე ავიღო. აქედან მოვდივარ და მალსახმობს ვიყენებ, თუმცა ბოლოს მე მართალი ვიყავი. მალსახმობებს მიკოპირებს. ასე რომ ჟობს მის საკუთარ ტერიტორიაზე მოუგო. წავედით ტეილს. ნახე თუ დამეწევი ეხლა. ნახე როგორ ჭრია მოსახვეს. ნახე როგორ ტრიალებ და ვერ მეწევი. ორ ბორბალზეც კი ვდგები. დიახ.
წავედით. ასე უნდა გავაგრძელო, რომ ვერ დამეწიოს, ასე ძალიან კარგად გამომდის. წავედით ამ მხარეს. დიახ, ეხლა ამ მხარეს ტრიალებ. წავედით და როგორც ჩანს უკვე უახლოვდებით. ბოლოს აი ტეილზიც. მაგრამ არა ტეილს, არ დაგანებებ მოგებას. დიახ, ეს კარტი ცუდია, მაგრამ აქ საოცარი ტურბო ხილაკი აქვს. ვაუ! დიახ, ეს საოცარია ტეილს. ცხოვრებაში ვერ დამეწევი, წავედით, უკვე უახლოვდებით ტრასის ბოლოს. ეხლა მივდივარ, მთელი სისწრაფით მივდივარ. აი ასე უნდა გაკეთდეს. და რა მაგარი ბრუნია. უნდა გავაკეთო ისე რომ ვერ დამეწიოს. ეს რბოლის დიდი ფინალია. წავედით. ამ მოსახოვშია ჩემი გადარჩენა, ასე რომ მივდივარ. დიახ. მე შევძელი. ჯანდაბა, კარგი, ვაღიარებ, შენ გაიმარჯვე. შეგიძლია წაიყვანო შენი მეგობარი და ფული. მხოლოდ გთხოვ, მე. გაჩუმდი ცოტა ხანს კაცო, ვერ ხედავ რომ მტრები ვართ. მე ვარ შინ სონიკი და ახლა იქიდან გამოგიყვან შინ ტეილს. მადლობ რომ გამომიყვანე შინ სონიკ. შენ საუკეთესო ხარ. ეხლა მგონია რომ უნდა წახვიდე ნატლზის მოსაძებნად. ხო, ნატლზი. დიახ, რა თქმა უნდა გავაკეთებ ამას მეგობარო, მაგრამ ჯერ ნება მომეცი ეს ფული შევიცავო. აქ არის $1000, ასე რომ წავედით. ეხლა ნამდვილად $1000-იანი შინ სონიკი ვარ. ნახე რა სიმპათიური და მდიდარი ვარ. მითხარი, სად არის ნაკლზი? ამ საოცარი ძალით, ამ სიმდიდრით მე მას გადავარჩენ. კარგი, ნაკლს. უკვე აქ ვარ, მზად ვარ, ჩემი ახალი ფორმა გამოვიყენო, რომ გაგანადგურო. ნუ გამაცინებ, შეუძლებელი იქნება ჩემამდე მოხვიდე, იმიტომ რომ მე მაქვს ჩონჩხების არმია. ვერც შენ სურელ მეგობარს გადაარჩენ. ვერც იმ $10,000 რაც იქაა. ასე რომ უმჯობესია დანებდე და წახვიდე, სანამ მე დაგამთავრებ. ჩემო მეგობარო, დანებება არასდროს ყოფილა არჩევანი. ეს ჩონჩხები გამომიგზავნე. ნუ გამაცინე, ყველას გავანადგურებ. მიიღეს. და მორჩა. ეხლა მე $1000 ფორმა მაქვს. დიდი ვარ, ძლიერი ვარ და ყველაზე მთავარი, მდიდარი ვარ. წავედით. კიდევ რამდენს მომიყვან, ნაკლს? ეს ჩონჩხები არც კი გამოდგებიან განსახურებლად. მზად იყავი, იმიტომ რომ ყველას გავანადგურებ. და მერე შენზე მოვალ. წამო, ცოტა გართობა მინდა, სულელო ჩონჩხებო. რა ადვილია ჩემი გზიდან თქვენი მოშორება. უკვე თითქმის ნაგზამდე მივედი. და აი აქ არიან ბოლო ჩონჩხები. ძალიან მარტივი არა? ამარტივი არა? აქედან გაეთრიეთ, სულელებო. შეწყვიტეთ გამოჩენა იქ, სადაც არავინ გეძახით. მიდი, სულ უფრო და უფრო მეტი ჩნდება, იმიტომ რომ ნაკლს საშინია, ასე რომ მისევ გეშინოდეს. მე შენ გცენ ნაკლს. დედა ჩემო, როგორ გადმოხდა ჩემზე? ძალიან ძლიერი ხარ ნაკლს, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. მე შენზე უფრო ძლიერი ვარ და კიდევ ბევრი დარქმა მაქვს შენთვის. მოდი აქ, დაწყევლილო, გაგანადგურებ. ისევე როგორც შენ სულელურ ჩონჩხებს. ძლიერი ხარ ნაკლზი, ვაღიარებ, მაგრამ მე 1000-იან დონეზე ვარ. მე $1000 ვღირი, სიღარიბეში ვიყავი და თქვენ მოიპარეთ მთელი ფული, რომ ჩვენამდე არ მოსულიყო. რატომ? გეტყვი, იმიტომ რომ გძულ ვართ და არ გინდოდათ რამე გაგვეკეთებინა. ასე რომ, ეხლა იყავი მზად შენი ქმედებების შედეგებისთვის, ნაკლზი. 100-ჯერ რომ ადგე, მე 101-ჯერ დაგცემ. ეს არის შინ სონიქსების რისხვის ძალა. აი ეს და ეს. აი ეს. დიახ, კარგი. ნაკლზ, იმედი მაქვს, ეს შენთვის გაფრთხილება იყო. არავინ და არაფერი არ ესჩის მე და ჩემს მეგობრებს. თქვენ დაგვაქცევით სიღატაკეში და ახლა ჩვენ დაგაქცევთ თქვენ. გაგათავისუფლეთ მეგობარო და ამას დავასრულებთ. დიდი მადლობა მეგობარო, ეხლა შენ საუკეთესო ხარ. მოიპოვე ის $10,000, რომ უფრო მდიდარი გახდე. სადი, შადოუს დაედევნე. ის ძალიან საშიშია. მართალი ხარ მეგობარო, შადოუ ძალიან საშიშია, მაგრამ მე კიდევ უფრო საშიში ვიქნები. $10,000 ფორმა. ოკეი. ეხლა უკვე ოქროს ნაწილებიც მაქვს, ტანსაცმელი უფრო ძვირი და ნამდვილად ბევრად უფრო მდიდარი ვარ. მომეცი შადოუს მდებარეობა მეგობარო. დიდი მადლობა. ეხლა პირდაპირ მასთან მივდივარ ამ ახალი ოქროს ძალით. დიახ.
და ბოლოს მივედი ამ უცნაურ ადგილას. და შენ ხომ Shadows ჩრდილი ხარ? პირდაპირ მნიშვნელობით Shadows ჩრდილი. მოგესალმები კატაკომბებში, სულელო. ეს ჩემი ძალაა, რომელიც გელაპარაკება და გეუბნება, რომ შენი მეგობარი აქვეა ჩაკეტილი. და ის პული, რომელსაც ეძებ, ჩემთანაა და არასდროს მოგცემ მას. ამისთვის ჯერ უნდა მომკლადა. და მე ამაში პრობლემა არ მაქვს. გაეთრიე სულელო ჩრდილო, Shadows ჩრდილი. ჩემი ოქროს ძალა მთლიანად გაგანადგურებს. ეხლა კი კარგი, როგორც ჩანს მომიწევს ხოლა კატაკომბის გამოკვლევა, რომ ნახო შევძლებ თუ არა ჩემი მეგობარი შინ Shadows პოვნას. მარჯვენა, მარცხენა, კარგი, ამ ხარეს გამოვიკლევ. ეხლა კი შეიძლება ამ ხარესაც, თუმცა არ ვიცი, ჯანდაბაში სად მიდის. როგორც ჩანს, რამდენჯერმე დავიკარგები. როგორც იყოს, იქნება აქედან ავიდე და შევძლო ჩემი მეგობრის პოვნა და გადარჩენა. მერე კი თავად Shadows პოვნა მომიწევს. ვაი, თავის ქალები. ეს კარგად არ გამოიყურება. აქ კიდევ ერთი გასასვლელია. როგორც ჩანს, ნებისმიერ დროს დავიკარგები და ეს ქვემოთ მიდის. რა იქნება თუ აქედანავა? შეიძლება აქ ვიპოვო. ვაი. აქ ძალიან ბევრი საფლავია და ცუდი შეგრძნება მაქვს. როგორც იყოს, ცოტა ხანს გავაგზელებ. რა ჯანდაბა, ეშმაკის თოჯინა. ჩა, გამეცალე გზიდან. დიახ. ჩემი ოქროს სხივი დაგაშორებს. როგორც ჩანს, აშკარად Shadow წინააღმდეგობას გაუწევდა. როგორ ვერ მოვიფიქრე ეს? უნდა ვიჩქარო, თორემ კიდევ გამოჩნდებიან ეშმაკის თოჯინები ან ვინიც ის რა. იქნება ამ ხრიდან. ეხლა ამდერებნით და აქეთ. ვაი, მეგობარო, გიპოვე. იცადე, შემიძლია გაგათავისუფლო ამ მდგომარეობიდან ჩემი ძალით. მე გაგათავისუფლებ ჩემი ოქროს სხივით. გათხდეს გალია. მადლობა რომ გამათავისუფლე მეგობარო. მაქვს შენთვის ერთი მინიშნება. ნამდვილი Shadow და არა უცნაური ჩრდილი ქვედა სართულზეა. თუ იქ იპოვი, შეძლებ მასთან ბრძოლას და პულის წართმევას. მადლობა მეგობარო, ვიცოდი რომ შენს იმედად ყოფნა შემეძლო. ქვედა სართულზეა. კარგი, მთელი ძალით მივაწვევი. როგორც ჩანს, აქედან უნდა იყოს. კარგი, შესანიშნავად გამომდის. თუმცა ამ კატაკომბებში 1000 ჯერ დავიკარგებოდი. მაგრამ ამ ხრიდან ჩამოსვლა შემიძლია. ქვედა სართულზე მივდივარ. და აქ არის სამარხები და ბოლოს გიპოვე Shadow. ვაუ, ჩემს პოვნას იმაზე ნაკლებით რო დაგჭირდა, ვიდრე ველოდი. ეხლა ჩემს $100,000 გამოვიყენებ, რომ დიდი ქონება შევიძინო, რითაც დაგამაცხებ და ამ ყველაფერს დავასრულებ, სულელო. მოდი აქ. მაშ, გააგზელე. ვა, შენ გამოიყენე შენი ძალა, რომ ეხლა სუპერ ფორმა მიიღო. მაშინ მე შენ სუპერ ცემას მოგიტყობ. ოქროს სხივი, აი ეს, წეულო. დავანგრევ კატაკომბებს და ამით ყველაფერს დავასრულებთ. ვა, კატაკომბები განადგურებულია, დროა დაუმარცხო ის. კარგად ცემო და შენი პული წავიღო. მაგრამ $100,000 იცი რას გავაკეთებ? სრულიად შეუჩერებელი ვიქნები. ოქროს სხივი. დიახ, მოგწონს ჩემი ძალა. იმდენი მაქვს რამდენის გინდა. არასდროს დავნებდები და არც შენ ცემას შევწყვეტ, Shadow. შენი ოქროს ფორმა ჩემსას ვერასდროს აჯობებს. ისიც კარგად იბრძვის. მაგრამ მე შემიძლია მის დარტყმებს გავუძლო. Shadow, მომეცი შენი $100,000 სულელური $. დაგიჭირე, ეხლა ძალით ამოგაცლი. მშვიდობე, Shadow. დიახ. ვა, ეს ყველაფერი თან მქონდა, Shadow. ძალიან გავამადგება ჩემი ახალი შინ Sonic-ის ფორმისთვის. $100,000-ისთვის. ვა. ოქროს ხელები და მკლავები და მთელი ძალა ჩემს ხელში მიედინება. ეხლა გძნობ, რომ ვერც ერთი და ვერც არავინ ვერ გამიწევს წინააღმდეგობას. მაგრამ კიდევ არის ვიღაც, ვისაც დიდი ქონება აქვს და ამით $1,000,000 მივაღწევ. ასე რომ მას მივადგები. აი ასე. კარგი. უკვე აქ ვარ, ხო? როგორც ჩანს, ეს ქალაქი მთლიანად გაანადგურა Sonic-მა და მისმა სულელ მეგობრებმა. უნდა ვიჩქარო და მივიდე ყველაფრის დასაწყისში. ღმერთო ჩემო, ყველაფერი განადგურებულია. და როგორც ჩანს, ერთი წუთით. ეს რა ჯანდაბაა? რა უბედურებაა? მათ რობოტები ყავთ ხამსახუში. უკვე გასაგებია. გაეთრიეთ, სულელო რობოტებო, ახლავე. დაგამთავრეთ, სანამ ძალიან გვიანი არ იქნება. ის სულელი ლომი. დაგწუნებული ვარ, ტექნოლოგიით თამაშობდა. ოქროს სხივი. და ეგ არის, მოდით, მესროლეთ რაც გინდათ. მე თქვენთვის ყველასთვის ოქროს სხივი მაქვს. დიახ, მიიღეთ ეს. არ მოგცემ საშუალებას გამოჩნდეთ, ან რამე გააკეთოთ.
ქალაქი უკვე საკმარისად განადგურებულია. ღმერთო ჩემო, მოდით. უნდა გავექცემ მათ და ასე დავასრულო ისინი თუ გაბედავენ და მომიახლოვდებიან. კარგი, უნდა ვიპოვო ის სულელი ლომი, ჩემი მეგობარი, შინ ლომი. და კიდევ ერთი მახე. ოჩა. ეს მახეები ჩემთვის არაფერს ნიშნავს. ნახოთ, როდის გაგიაზრებთ ამას. ოჩა. ღმერთო ჩემო, მთელი ქალაქი განადგურებულია. ეს საშინელებაა. გაეთრიე პატარა რობოტო, როგორც ჩანს იმედი აღარ დარჩა. უნდა ვიპოვო ის სულელი და გამოვთხოვო, სად აქვთ მთელი ის ფული, რითაც შევძლებ გავაუნჯობესო ჩემი ფორმა და შევაკეთო ეს ქალაქი, რომელიც უკვე დაეცა. წავედით. ოქროს ხივი. სულ უფრო და უფრო მეტი ჩნდება. უნდა ვიჩქარო, თორემ აქ ყველაფერი მთლიანად დაიპყრობენ. მათი ფულით იყიდეს უახლესი და უმაღლესი ტექნოლოგიის რობოტები. წავედით. მოდი აქ სულელო და შეეჯახე შენს მეგობრებს. წავედით. უნდა ვიჩქარო, რომ ვიპოვო ის. თუმცა ერთი წუთით მგონი იქ გიპოვე. ნუ გამაცინებ. გონია რომ ჩემთან გამოგივა. შენი სულელი მეგობარი გატაცებულია და ვერ გამოვა და ჩვენ მთელი ფული გამოვიყენეთ, რომ უმაღლესი ტექნოლოგიის რობოტები გვეყიდა. და $1,000,000, რომელიც სონიკს შეუნახე, ისეა დამალული, რომ ვერასდროს იპოვი. ასე რომ ვერ მოკლავ, რადგან მე ვიცი სად არის. მაგრამ არც გეტყვი ასე რომ საერთოდ არ მადარდებ, იდიოტო. არ მეთქვი ხომ ასეა? მაშინ დაგამთავრებ. ისევე როგორც შენ გაანადგურე ეს ქალაქი. ჩვენ მონსტრებს გვეძახდით და ბოლოს მონსტრები თქვენ აღმოჩნდით. იგრძენი რა არის ეს? ნამდვილი ძალა. კარგი, ის მთლიანად დაორთქლდა. და ეხლა მეგობარო, ნუ იდარდე, მე იქიდან გამოგიყვან. დიდი მადლობა რომ გამათავისუფლე, შენ საუკეთესო ხარ. მაგრამ ლეონი მართალი იყო. ეხლა აღარ ვიცით, სად შეიძლება ვიპოვოთ ფული და კიდევ უფრო მეტი ესეთი რობოტი მოდის. მოდი რაღაც გავაკეთოთ, მეგობარო. შენ რობოტებს მიხედე, სანამ მე ფულს ვეძებ. კარგი. უნდა ვიჩქარო და რაც შეიძლება მალე ვიპოვო. შორს ვერ წავიდოდა. გაიციეთ პატარა რობოტებო. ვაი, ძალიან ბევრი ხართ. მომიწევს ყველას დაგვრნათ ჩემი ოქროს ხივით, ან იქნებ იმით, რაც ლეონს გაუკეთე, ხო? ეხლა დამანებეთ თავი. უნდა ვიპოვო ის ოქრო, რაც არ უნდა დამიჯდეს. კარგი, თუ მე ერთ-ერთი იმ სულელი იდიოტთაგანი ვიქნებოდი, რომლებსაც მსოფლიოს დაპყრობა და მთელი ფულის მოპოვება უნდათ, სად შევინახავდი მას? გაეთრიეთ. საკმაოდ დარწმუნებული ვარ, ფულს იმ ადგილას შევინახავდი, სადაც ყველაზე ნაკლებად ჩანს, რომ ბევრი ფულია. შეიძლება ეს გვირაბში იყოს? არა. ხიდის ქვეშ. ვეშ. ეგეც არა ჩანს. მომშორდით, იდიოტებო. იქნებ თუ აქედან გავივლი. უნდა ვიპოვო ისეთი მიტოვებული, განადგურებული და დანგრეული ადგილი, რომ არავის ოდესმე აზრადაც არ მოუვა, რომ იქ ფულია. და აი, აქ არის მთელი მისი ქონება. ამან სონიკს მისცა $1,000,000 ღირებულების გიგანტური ფორმა. და ეს არის ის, რაც მეს მომცემს მას. წინ! ეს ჩემი დროა, ვიყო $1,000,000 ღირებულების შინ სონიკი. დიახ! ეხლა მე ვარ $1,000,000 ღირებულების გიგანტური ოქროს შინ სონიკი, ასე რომ მივდივარ სონიკთან. ეს ქალაქი უკვე გაანადგურეს, მაგრამ არ დაუშვებ, რომ მთავარ ქალაქსაც გაანადგურონ. მოითმინე, მოვდივარ. დიახ. აქ ვარ სონიკ, მზად ვარ დაგამარცხო ჩემი ოქროს ძალით და ჩემი $1,000,000 დონის ფორმით. ვაღიარებ, გაბრაზებული ვარ შენზე. შენ ჩემი მეგობრები დაამარცხე, მაგრამ შეხედე შენს თავს. ჩემს გვერდით ბაყაყივით ხარ, ვერ დამამარცხებ. დავანგრევ ქალაქს, მსოფლიოს და ყველაფერს, რაც საჭირო იქნება, რომ შენ და შენი მეგობრები გავანადგურო სულელო. და მე გადავარჩენ ამ სამყაროს ეკონომიკას, რადგან შინ სონიკები მონსტრები ვართ, მაგრამ შენსავით ცუდები არ ვართ. ასე რომ გააგრძელე წყეულო. შეიძლება შენზე პატარა ვარ, მაგრამ არ დავნებდები. ჯერ კიდევ $1,000,000 ფორმა მაქვს და მდიდარი ვარ. საკმარისად მდიდარი რომ გაგანადგურო. ეს მიიღე. წყეულო, შენ წინაშე არ დავნებდები, რადგან შენს მილიონად ღირ ხარ. მაგრამ შეხედე ჩემს ოქროს, ის შენზე უფრო კაშკაშაა, ანუ ბევრად უფრო ძვირად ღირს. ეს ნიშნავს, რომ ამით შემიძლია გაგანადგურო და შემიძლია მსოფლიო გადავარჩინო იმ სრულ სიღარიბესგან, რომელშიც შენ გინდა ჩაძირო იგი. ძალიან ბევრი ფული წაიღე, მე კი ის მხოლოდ იმისთვის გამოვიყენე, რომ დაგამარცხო და სწორედ ამას გავაკეთებ. წავიდეთ ზემოთ.
შენი სულელი მეგობრები დავამარცხე, შემდეგი შენ იქნები. ეს მიიღე, დიახ. დრო ეს საქმე სამუდამოდ დავასრულოთ, სულელო მონსტრო. ჩემი ოქრო უფრო ძვირფასია ვიდრე შენი. ეხლა მე შენზე უფრო მდიდარი ვარ და ეხლა ამ ფულს ყველას გაუნაწილებ, რომ ყველაფერი გავათანაბრო. ეს ჩემი ოქრო საფეთქება. ოდიეხ, როგორც ჩანს, ბოლოს და ბოლოს დაეცა და ჩემი წარმოუდგენელი ძალის წინაშე დამარცხდა. ეხლა გამოუშვებ იმ $1,000,000, რაც მაქვს, რომ ყველამ გამოიყენოს ის სონიკის $1,000,000-თან ერთად. და ნებას მივცემ, რომ თავისუფლები იყვნენ. თუმცა ცოტას ჩემთვის დავიტოვებ, რომ ისე ღარიბი აღარ ვიყო როგორც ადრე და რომ ჩემს მეგობრებს კარგი მეგობარი ვაჩუქო. შეიძლება მონსტრები ვართ, მაგრამ ცუდები არ ვართ და მსოფლიოს სიღარიბისგან გადავარჩინეთ. ო, დიახ.